სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს, რომ კიდევ ერთხელ მოგიყვანა დიდი მარხვის მიჯნაზე და მე მინდა გაგახსენოთ, ყოველთვის ვამბობ და ეხლა წმინდა ვთქვა, წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვები მარხვასთან დაკავშირებით. ძალიან მოკლე, ძალიან ლამაზად და ძალიან შინაარსობრივად ნათქვამი. მარხვა არის სულის ზეიმი ხორცზე. ვიდრე ადამი სამოთხეში ცხოვრობდა, მისი სული და ხორცი ჰარმონიულად იყო, ისე რომ ერთი სურვილი მეორეს ემთხვეოდა. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ვხედავთ, რომ სული და ხორცი ერთმანეთს მტრობენ, როგორც მოციქული პავლე ამბობს. და ჩვენ ვხედავთ ამას, ესე იგი, ჩვენ შიგნით რა ხდება, გვინდა ერთი გავაკეთოთ, მაგრამ სულ სხვა რამეს ვაკეთოთ. ჩვენი უნებები არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას. აი მაგალითისთვის ვიტყვი. გინდა რომ არ შეგშურდეს, მაგრამ მაინც შეგშურდება. გინდა რომ არ გწმინდეს, გეწმინდება. გინდა არ გაბრაზდე, გაბრაზდები. გინდა რომ ცოტა ჭამო, კარგად მოიბურთები. არა. ბევრი რამეა ესეთი, რაც არ გინდა გააკეთო, მაგრამ მაინც აკეთო. აი ეს მარხვის პერიოდი არის სწორედ იმისათვის, რომ ადამიანმა თავის ხორცზე გაიმარჯვოს, ესე იგი, სულიერი სიმყუდროვის პერიოდია, სულიერი ღვაწლის პერიოდია. მარხვა, ესე იგი, ხელს უწყობს, რომ ეს უნებები დაითრგუნოს. აი როგორ არის ხოლმე, როდესაც რაღაცა ალყაში მოაქცევენ, რომ უნდათ რომ დაიყრონ. რომ პირველი რა არის? საკვები და წყალი თუ შეუწყდა ალყაში მოქცეულს, აი დავუშვათ ხო იყო ხოლმე ციხე-სიმაგრეში გამოიკეტებოდნენ. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში იყო ხოლმე, რომ დაიდუმლო გვირაბებით მაინც ჩადიოდნენ წყალზე და ხან თევზს დაანახავდნენ იქიდან და ხან ესეთი შემთხვევებიც ყოფილა. იმათ რომ ეგონათ რომ არ იქ ნახლა დაიხოცებიან ანახლა, ესენი თურმე თევზაობენ და აქედან თევზებს აჩვენებენ. რატო ვამბობ, რომ როდესაც შეუწყეთ სხეულს იმას, რაც მისი ფუფუნებისთვის არის და არაჯანმრთელობისთვის, იმას მალე მოათვინიერებთ. მინდა იოანესინელი ამბობს, ვინც ლომს ეფერებაო, მან შეიძლება მოათვინიეროს, მაგრამ ვინც თავის სხეულს ეფერება, ის უფრო ამძინვარებს მას. ეს გამძინვარებული სხეული ადამიანის სულს ვნებს ნერ. ამიტომაც არის ეს ჩვენთვის არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ძალების შესაბამისად, ჩვენი ცხოვრების წესის შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამას თავისი წესი აქვს. არის სამონასტრო განგება, არის ერის ადამიანმა როგორი მართლოს, ესეც არ შეიძლება ერთმანეთში აურიოთ. ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს. აი როგორ ამბობს დღევანდელ სახარებაში მაცხოვარი, რომ რაჟამს იმარხვიდეო, იგი ნუ იქნებიო ორგულივითო, წუხარეო. ორგული რას ნიშნავს? ესეც რო გინდა და ისიც რო. მერცაც რო სათნო იყო, მაგრამ თლათ იქ ვერ ახარ ერთგული, არამედ ადამიანებსაც გინდა თავი მოაწვა. ნუ იქნებიო ორგულივითო, მწუხარეო, რათა ეჩვენო ადამიანებს ვაი. ალპირო ჩამოკვირის და გინდა რომ აი ეჩვენო ადამიანებს როგორ ესე მართულო. პირიქით უფალი ამბობს, გამხიარულდიო, დაიბანეო პირიო, ზეთი იწყეო, ანუ საზეიმოდ გამოეწვა ადამიანების თვალში, საზეიმოდ გამოიყურებოდა, მათ დასანახად კი არ აღასრულებდა მარხვას, არამედ ფარულად შენი უფლის წინაშე, შენი სულის საცხონებლად, აი ეს არის ყველაზე მთავარი. ასევე ამბობს, რომ მიუტევეთ, რომ მოგეტევოთ. აი დღევანდელი დღე ხო შენდობის კვირა არის. ჩვენ ახლა ამის შემდეგ მოეღმევა უხლის მსახურება, რის ბოლოსაც ჩვენ ერთმანეთს შენდობა უნდა ვთხოვოთ. მე თქვენ უნდა ვთხოვოთ შენდობა. თქვენ ერთმანეთისგანაც უნდა ითხოვოთ, მოძღვრისგანაც უნდა ითხოვოთ. ჩვენ ყველანი ერთმანეთის წინაშე შეიძლება ზოგჯერ ისე ვწოდავთ, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ. ჩვენ კი არ გვინდა რომ ძალით
რაღაც ცუდად მოიქცეთ, არავის არ უნდა ცუდად მოიქცეთ. ვისაც ცუდად მოქცევან და ისიც სადღაც ფიქრობს, რომ ეს კარგია და იმიტომ აკეთებს, თორე უშუალოდ ბოროტებისთვის მაინც არავინ არ აკეთებს. რაღაცა გონია, როგორ ამბობს მაცხოვარი ჯვრიდან, მიუტევი რამე თუ არა იცი ან რასა იქმა. იმათაც ესე გონიათ ალბათ რაღაცა კარგს აკეთებს, მაგრამ არ იციან. ბოროტ მოქმედმა რომ იცოდეს რა მოელის იმის გამო, ნამდვილად არ გააკეთებს. ამიტომაც ჩვენ ერთმანეთს უნდა შენდობა ვთხოვოთ, რომ დიდი მარხვა, ესე იგი, დამშვიდებული გულით დაიწყოს. აი ხა ხვალინდელი დღე არის დედების დღე. რომელ დედას გაგეხარდებათ, რომ თქვენმა ორმა თუ სამმა შვილმა რაღაცა მოგილოცონ და რაღაც მოგართონ და ერთმანეთში უსიამოვნება ჰქონდეთ. განა რა უნდა მოგიტანონ ისეთი, აი ამ უსიამოვნებას რომ დაგავიწყოთ. ვერაფერს ვერ მოიტანენ ის. მაგრამ შეიძლება არაფერი არ მოიტანონ, აი ღობეზე ერთი პატარა ის მოგლიჯონ ყვავილი და მაგრამ ერთმანეთში თანხმობა ჰქონდეთ. აი სამივემ ერთი მოიტანეს. მაგრამ თანხმობა ჰქონდეთ, იცოდეს რაღაც ისინი ერთმანეთში მშვიდად არის. ყველაზე დიდი საჩუქარი ეგ არის. და ღვთისთვისაც ყველაზე დიდი საჩუქარი ის არის თავისი შვილები რომ ერთმანეთში შეხმატკბილებით არიან. მერე აქვს უკვე იმას მნიშვნელობა, რას მიართმე უფალს, რა ძღვენს შეწირა. იმიტომ რომ ყოველგვარ ძღვენზე და შესაწირავზე მეტი არის სიყვარული. იმიტომაც ამბობს უფალი, რომ თუ ძღვენი მიგაქვსო საკურთხეველზეო და წაში გაგახსენდეს, რომ შენი ძმა ნაწყენია შენზე, ახლა ჩავიხედოთ ჩვენს გულში. იქნებ ვინმეა ნაწყენი ჩვენზე. და თუ გაგახსენდაო, დატოვე ეს ძღვენიო, ჯერ მიდიო შენი განაწყენებული ძმა შემოირიგე და მერე მოდი და შემოწირე. აი მაშინ შეიწირება ღვთისადმი. დანარჩენ შემთხვევაში ზოგჯერ არის ესე იგი, რომ ადამიანს იმის გამო, რომ უნდა რომ ეზიაროს და რაღაც აი შურისძიების საქმეს გადადებს. მოდი ჯერ ვეზიარო და მერე აღვასრულებ იმას, ვიღაცის ჯავრი რომ აქვს, ამოვიყარო ეს ჯავრი. და რა აზრი აქვს ეგეთ ზიარებას? მაგას ჯობია არ ეზიარო. იუდა რომ ეზიარა, მაშინ წერია რომ ეშმაკი შევიდა. არ მოიდგინეთ, ოღონდ იუდა რა განწყობით ეზიარა? იუდას გადაწყვეტილი ჰქონდა ქრისტეს გაცემა. ჩვენც თუ გადაწყვეტილი გვაქვს რომ ქრისტეს უნდა უღალატოთ, ანუ მოყვას უნდა უღალატოთ, მოყვას უნდა ვავნოთ რაღაცა, ქვეშად მოვექცეთ, მაშინ ჯობია არ ეზიარო. მაგრამ მცდელობა ადამიანისა უნდა იყოს ის, რომ უნდა უნდოდეს რომ აპატიოს. აი პირველი ეს არის, უნდა უნდოდეს. მე ამას წინათაც არაერთხელ თქვი, მეუფე ანდრია ახლა მოგვიწია სტუდენტურ ახალგაზრდობასთან, სტუდენტურ თვითმმართველობასთან შეხვედრა და იქ სხვადასხვა შეკითხვა იყო და ეს დამამახსოვრდა მათ კითხეს ასეთი რამე, რომელიც ჩვენც არაერთხელ გაგვჩენია ხოლმე, აი რომ ვიღაცა მაწყენინებს და ვერ პატიობ, რა გავაკეთო? და მე უფრო მოთხარო, ჯერ აქ საკითხი ასე დგას, რომ შენ გინდა რომ აპატიო თუ არ გინდა რომ აპატიო. რაღაცა შეგიძლია ან არ შეგიძლია, ეს მეორე საკითხია. ჯერ შენ უფალს ეს სურვილი აჩვენე, რომ გინდა რომ აპატიო. და თუ გინდა რომ აპატიო და ამისოთ რაღაცა მცდელობას აწარმოებ, ეგ უკვე დიდი ნაბიჯია პატიების. მაგრამ თუ არ გინდა რომ აპატიო, მაშინ იმას ვერასოდეს ვერ შეძლო. და თუ გინდა რომ აპატიო, აი რამდენჯერ ყოფილა რომ ესე იგი უსიამოვნება დავიწყებას არ მისცემია დავიწყებას. აი ჩვენ ერთ ადამიანთან ვიტყვით, მეორესთან ვიტყვით, მესამესთან ვიტყვით. ამით ჩვენ ვააშკარავებთ, რომ ჩვენ არ გვინდა რომ აპატიოთ. იმიტომ რომ ჩვენ რო პატიება გვინდოდეს, მაშინ იმას არსად არ ვიტყოდით. აი და როგორც სახარება გვასწავლის, ასე ვიზამთრით, რომ მიდი და უშუალოდ მას უთხარი, ვიზეც ნაწყენი ხარ. ერთი ერთზე უთხარი. აი ეს არის სახარებისეული მცნება ესე. აი ამის გარეშე მაშინ შეუძლებელი ურთიერთობები შეუძლებელი
და თუ ადამიანთან არა გაქვს სწორი ურთიერთობა, მაშინ ცხონების გზაზე არ მივდივართ. ასევე ამბობს დღევანდელ სახარებაში უფალი, რომ ნუ იუნჯებთო ქვეყანასა ზედა, სადაც ჭია შეჭამს თუ არავი მოიპარავს, სადაც შეიძლება დაკარგო, არამედ ზეცაში დაიუნჯეთო, სადაც ეს ყველაფერი აცდება და არ ემუქრება მას. თუ ადამიანი ზეცაში დაიუნჯებს, ბოლოს ამბობს უფალი, რომ სადაც არ საუნჯე თქვენი, ანუ სადაც შენი სიმდიდრე გეგულება, თქვენი გულიც იქ არის. სადაც არ საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი. ადამიანს სადაც რაღაცა ეძვირფასება, გულიც იქ არის. აი ხარ მაგალითად რაღაცა ძვირფასი ნივთი იყიდა ადამიანმა. და იმხელა რომ ჯიბეში ეტევა ეს. მაგრამ ადამიანი რომ მოდის გზაში, იმ ჯიბეშია მისი გული, იმიტომ რომ ყველაზე ძვირფასი რაღაც იქ ეგულება. თუ სახში აქვს ის ძვირფასი რაღაც, სახშია მისი გული. თუ საყვარელი ადამიანი ყავს ისეთი, აი იქ არის მისი გული. თუ საყვარელი ადამიანი გარდაეცვლება, მაშინ უკვე იქ არის მისი გული, სადაც მის საყვარელი ადამიანი. და აქ უფალი რას ამბობს, რომ ამ წუთის სოფელზე ნუ კი იქნებით გამოკიდებული, რომ მაინც და მაინც აქ უნდა იყოს ქრისტიანის ფიქრები, ეს არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, აქ ყველაფერი რაც საჭიროა, იმაზე უნდა იზრუნოს, მაგრამ მთელი გული კი არ უნდა დაუთმოს, გული უფალს უნდა დაუთმოს. იმიტომ რომ ბედნიერება არ არის ღმერთის გვერდის ავლით. აი ადამიანსა და ევას ეშმაკი სწორედ მაგას თავაზობს. ბედნიერებას თავაზობს ღმერთის გვერდის ავლით. აი დღეს ხო ადამიანსა და ევას განდევნის სცენება არის. ეს შემთხვევით კი არ არის უშუალოდ დიდი მარხვის წინ რო დაწეს და მათ სწორედ მარხვა დაარღვიეს. მარხვა იყო ის აკრძალული ხილი, ის მარხვა იყო, თავშეკავება იყო რაღაცისაგან. ეშმაკი ეუბნება, რომ არ მოკვდებით, არამედ გახდებით ღმერთებივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელი. მაგრამ შეჭამეს თუ არა სიკვდილი შემოვიდა ადამიანში. ხორციელად ისინი არ დახოცილან მაშინ, მაგრამ სწორედ მაშინ შემოვიდა სიკვდილი ადამიანში. მაშინ დაინახეს, რომ განიძარცნენ მადლის სამოსელისაგან, მაშინ დაინახეს, რომ შიშვლები იყვნენ და შერცხვა. აი სიცხილით აქედან მოდის, სოდისაგან მოდის. და როდესაც ღმერთი ეკითხება ადამიანს, ადამი სადა ხარ? ადამი იმალება, ადამიანიც ხშირად იმალება, გონია რომ თავის სინდის დაემალება, მოატყუებს, მეც დაემალება, თუნდაც ადამიანს დაემალება და საბოლოო ჯამში ვერც ადამიანს ვერ დაემალება. იმიტომ რომ დღეს რასაც შეიძლება ჩვენ ჩუმად აღვასრულებდეთ, ამაზე უფალი ამბობს, არ არის დაფარული რომელი არა განცხადდეს. არ არის ისეთი რამე, რასაც ადამიანი ჩუმად იზამს, ვერ იზამს. ის აუცილებლად განცხადდება თავის დროზე. და ბევრ ადამიანს შეარცხეს თავისი ნაკეთები, მრუდე საქმეები. თუ ამ საქმეს არ შეინანებს. ამიტომაც ეკითხება უფალი სიყვარულით, რომ იქნებ როგორმე სინანულამდე მიიყვანოს. მაგრამ ადამი არ ნანობს. ადამი ამბობს, რომ მისმა მოყვანილმა დედაკაცმა აცდუნა. არც ევანანობს, არამედ ისიც ხას აბრალებს. ამიტომ ამბობენ წმინდა მამები, რომ ორიდან ერთს მაინც რომ შეენანებინა, ისინი სამოთხეს არ დაკარგავდნენ. მაგრამ არც ერთმა არ შეინანა. ამიტომაც ორიომ დაკარგეს სამოთხე. ადამიანი სამოთხეში შეიქმნა, ადამიანის სამშობლო არის სამოთხე. თითოეული ადამიანი მიისწრაფის იქითკენ, რომ ღმერთთან ერთად დაიმკვიდროს სასუფეველი, იმიტომ რომ ღვთის სასუფეველია. ამისკენ მიისწრაფის. და ეს სწორედ ღვთის მცნების დარღვევით მოხდა. ღვთის მცნება დაარღვიეს. მათ თავისუფალი ნება ჰქონდათ, ისევე როგორც ჩვენს თავისუფალი ნება გვაქვს. თუმცა ჩვენ უკვე ნებები გვებრძვის, ხოლო ჩვენს არჩევანის კვალობაზე არ არის. თუმცა ჩვენს არჩევანს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ჩვენ მხოლოდ ის რომ აი გადავწყვიტოთ, რომ სიკეთე ავირჩიოთ, ესე აღარ გვეძლევა უკვე. იმიტომ რომ ჩვენი დაცემული ბუნება ამის საშუალებას არ გვაძლევს და მარხვაც სწორედ იმისათვის არის, რომ
აი ეს დაცემული ბუნება განიკურნოს, რომ ადამიანმა აღასრულოს ღვთის ნება, საკუთარი ნება დაუმორჩილოს ღვთის ნებას. აი ამას ეწოდება საღვთისმეტყველო ენაზე სინერგია ეწოდება. საებრივი ნებისა და ადამიანური ნების თანხვედრა, ორი ენერგიის თანხვედრა. ეწოდება სინერგია. როდესაც ეს სრულდება, ეს არის მაცხონებელი. აი მაგალითისთვის ვიტყვი. როდესაც ჯვარცმულმა ავაზაკმა შეინანა თავისი ცოდვა და უფალს ევედრება, მომიხსენეოდეს მოხვიდეს უფევითა შენითა. და როდესაც უფალი პასუხობს, რომ დღესდღე ჩემთან იქნები 60-ში, აი აქ შეერთდა ორივე ნება და ამან აცხონა ავაზაკი, ამან შეიყვანა პირველი სასუფეველში. როდესაც ღვთის ნება ყოველთვის იყო, რომ ადამიანი გადაეცინა და სინანულში მოეყვანა, და ავაზაკი სწორედ აი ამ სინანულში მოდის. და თითოეული ადამიანი, ვინც ნანობს თავის ცოდვას, აი შეუძლებელია, რომ არსად არ თქმულა, არსად არ დაწერილა, რომ მონანული ადამიანი ვერ გადარჩენილი იყოს. ეგეთი რამე არსად არ თქმა. პირიქით, აი სულ ბოლო წამშიც რო შეუნანებია თავისი ცოდვა და გარდაცვლილა, იქაც კი ცხონებულა ადამიანი. აი სინანულიც რო ვერ მოუსწრია. მე ადრე მოგიყევით ერთი ასეთი შემთხვევა იყო, რომ ახალგაზრდა ქალი იყო, რომელიც უზნეოდ ცხოვრობდა და სამეძაო სახლში. და მას ძმა ყავდა ბერი. და ეს ბერი ხა თავისთავად ცხადია ძალიან წუხდა ამ ყველაფრის შესახებ და ხშირად მიდიოდა მასთან. ესაუბრებოდა, შეაგონებდა, რომ სინანულში მოეყვანა, წამოეყვანა იქიდან, გადაერჩინა. წარმოიდგინოთ იმ ბერის ფიქრი და გულის ტკივილი, როგორი ექნებოდა, ტკივილი ექნებოდა ამის გამო და როგორც იქნა დაიყოლია და წამოვიდა. ეს გოგო მოდის და გაიხადა ფეხზეც, ეთყობა რაღაც ისეთი იყო, რომ თაში ვერ ივლიდა იმით. სიტყვაზე მაღალ ქუსლიანები როაც ახლა იმით. პეღრეში რანაირად იროსენი მონასტერში მიდიან. გაიხადა ფეხზე და ესე ფეხში შელი მიყვება, ფეხები დაუსისლიანი. დაინახეს სხვა ბერები, რომ მოდიან გზად და ამ ძმამ უთხრა, რომ მოდი ახლა მე რომ დამინახონო შენთან ერთად, ყველამ ხო არ იცისო, რომ ჩემი და ხარ, ვიღაც შეიძლება დაბრკოლდეს ამის გამო, რომ ქალთან ერთად დამინახავენ. მოდი წადიო, დაიმალეო ცალკეო ბუჩქებშიო და რომ ჩაივლიანო დაგიძახებო და გამოდი და გავაგზავნო გზა. მონასტერში მიყავს მოკლედ, დაითანხმა, რომ მორჩა ის უწმინდური ცხოვრება და წმინდად უნდა იცხოვროს და ეძახის და აღარ გამოდის და ნახა, რომ გარდაცვლილი. ახლა წარმოიდგინეთ იმ ტკივილს, კიდევ უფრო დიდი ტკივილი ემატება, რომ ძლივს წამოიყვანა იმ ჭაობიდან და გადარჩენის გზაზე დადგა და მაშინ გამოეცალა ხელი. ძალიან დარდობდა ამის შესახებ და მონასტრის წინამძღვარს აუწყა. ის დიდი სულიერი კაცი იყო და მას ლოცვისას ესე იგი განეცხადა, რომ ღმერთმა მისი სული შეიწყალა. იმ გოგონას სული შეიწყალა. ანუ რაზე ელაპარაკი, რომ ხო არც უმარხულია იმას, არც ულოც, ანუ ვერ მოასწო. გან არ უნდა და ვერ მოასწო. გადადგა ამისკენ ნაბიჯი და აი ამ სინანულის გზაზე რომ გარდაიცვალა, ესეც შეიწირა ღმერთი. მაგრამ ადამიანი ცოდის გზაზე რომ გარდაიცვალოს, უსინანულობის გზაზე რომ გარდაიცვალოს, ამიტომაც არის ადამიანი აი ხშირად უნდა ამბობდეს ახსარებას, ხშირად ეზიარებოდეს. იმიტომ რომ ის წამი როდის დადგება, სულისა და ხორცის გაყრის წამი როდის დადგება, ეგ არავინ არ იცის. ამიტომ აი ჩვენი ჩვეულება რაც არის, ანდრე ნუ დადიხარ დადეკე. ჩვენი ჩვეულება რაც არის, გაგიჭირეს. არა უშ. ჩვენი ჩვეულება რაც არის, რომ მოდი გადავდოთ, იქით კვირას ჩავაბაროთ ახსარება, იქით თვეს ჩავაბაროთ, იქით წელს ვეზიაროთ. ეგ ქრისტიანულად არაფრით არ არის გამართლებული. თუ ადამიანი ფხიზელია და უფალი თითოეულ ადამიანს სიფხიზლისკენ მოუწოდებს, თუ ფხიზელია, ამას არ იზავს. ამას იზავს ის, ვინც ისეთ ჩაეძინა. ვისაც ჩაეძინა თავის პრობლემებში, თავის საქმიანობაში, თავის სიხარულში თუ წარმატებაში, რა მნიშვნელობა აქვს? ჩაეძინა, აღარ არის ფხიზელი.
ვეღარ აცნობიერებს იმას, რომ ესე როგორ ამბობს შოთა რუსთაველი, ცდების და ცდების წამისად ვინ არ მოელის სიკვდილსა. ანუ ყოველ წამიერად ვინც არ მოელის ცდების და ცდების წამისად ვინ არ მოელის სიკვდილსა. ყოველ წამში ვინც სიკვდილს არ მოელის ცდებაო ის. და ჩვენს თავს აღუთქვამთ ხოლმე მრავალჟამიერ ცხოვრებას, მოდი მერე ვიზა, მერე არ უნდა. ეს მერე ეშმაკისგან შთაგონებული აზრია, რომ მერე გააკეთე. მერე შეიძლება თქვა ცოდვაზე. მოდი მერე გავაკეთე, აი რაღაცა დააპირე. მოდი მერე გავაკეთე. აი როგორც მაგალითად ის ცოდვა არ იყო, რასაც წმინდა პაისი ათონელი ამბობს, მაგრამ ასეთ რამეს ამბობს. ჩვენ როდესაც სტუმარი მოგვივიდოდა, სანამ სტუმარი მოგვივიდოდა სახლში თუ რამე ჰქონდა ისეთი ღირებული, ვამბობდით, რომ მოდი ეს გადავინახოთ, სტუმრისთვის გადავინახოთ. რაღაცა გინდა, მაგრამ არ შეჭამ. გინდა და კიდე გადადებ. ცოდვისმრივაც ესე უნდა იყოს. რაღაცის გაკეთება გინდა. მოდი გადადებ და იქნებ სულაც გადადო. აი რაღაცა მოდი ახლა დავაკვირდეთ ჩვენს თავს, რა გვაწუხებს ყველაზე მეტად და რას უნდა ებრძოლოს ადამიანი ამ მარხვაში. ადამიანი იმას უნდა ებრძოლოს, რაც ყველაზე მეტად აწუხებს. რა ვნებაც ყველაზე მეტად აქვს. თორემ თავს მოიტყუებს, თუ იტყვის, რომ დაუშვათ აი რაღაცა ესეთი ვნება აქვს, წმინდური ვნება და მოდი იტყვის, რომ მოდი მრავალმეტყველებისგან ამ მარხვაში თავს შევიკავო. ეს თავის მოტყუება. რაც ყველაზე მეტად გებრძვის, შენც იმას უნდა ებრძოლო პირველ რიგში. ეს არის ყველაზე მთავარი. მერთმა მოგვანიჭოს ჩვენ ძალა, რომ აი ეს მარხვა ღვთისთვის სათნოდ გაგვეტარებინოს. იმ ძალების შესაბამისად, რაც ჩვენ გვაქვს, ლოცვით უნდა გაატაროს ადამიანმა. ესე იგი, წმინდა წერილის კითხვით უნდა გაატაროს. ახლა რომ დაიწყება, ესე იგი, პირველ შეწირული ლიტურგიები ოთხშაბათს და პარასკევს. იქ სწორედ სახარებები იკითხება ხოლმე. მთელი მარხვის განმავლობაში ოთხშაბათსა და პარასკევზე არის გადანაწილებული მთელი ოთხთავი. ვინც აქვე ახერხებს, ის სახლში ლოცვის. ეს რისთვის არის? ადამიანმა რომ სულიერი საზრდო მიიღოს. და თუ ადამიანი თავის თავს ამ საზრდოს გარეშე დატოვებს, იმ აღსარების და ზიარების გარეშე დატოვებს, წმინდა მამათან ნაწერების გარეშე დატოვებს საკუთარ სულს, მაშინ მისგან რა რჩება როგორც ქრისტიანის? ეგ იმას ნიშნავს, რომ ვიღაცა მთელი დღე მშიერი იყოს, ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე და მაინც თქვას, რომ მე კარგად ვიქნებ. სულიერი საკვები ჭირდება ადამიანს და ადამიანმა თავის თავს ეს არ უნდა მოაქვს. მერთი შეგვეციოს, აბა ეხლა ჩვენ აღვასრულებთ მწუხრის მსახურებას და დამავიწყდა ჩვენ ორი იუბილარი გვყავს დღეს, ერთი ბარბარე და ერთი ვასო და ვასოები ბევრი ყავ მომრავდნენ. პატარაობაში მეგონა ხოლმე მარტო მე ვქვია მეთქი და პაპაჩი. ეხლა მომრავდნენ და მოგვიტანეს კანფეტები, რომ უნდა გაგინაწილოთო და ეგ მერე იქნება მწუხრის ბოლოში, მოიწნეს მანამდე. ბარბარეზე მინდა ვთქვა, ესე იგი ბაკურიანში რო ვიყავით, ეს ერთი საყვარელი გოგო იყო ანა კიდე. ფეხბურთის თამაშის დროს, ესენი ყველაზე მაგარი მცველები იყვნენ. და რო გაიზრდებიან, ესენი თავისი სამშობლოს ყველაზე მაგარი მცველები იქნებიან. ფეხბურთში კი არა. აი ზნეობის და სიწმინდის საქმეში. საქართველოს კარებში უნდა ჩავაყენოთ, საზღვარზე უნდა დავაყენოთ, რა ბოლო სიწმინდე იყოს. მერტი შეგვეციოს.